დამაინტერესებს იცით აი საერთოდ არ მინდა ხოლმე აი ესე თემებზე ლაპარაკი და საერთოდ კონკრეტულად რაღაც ვიღაც ფიზიკურ პირებზე ვილაპარაკო ხოლმე მაგრამ ну აი ისეთი არ ჩერდებიან არის ვენებენ აი რაღაცნაირად თითქოს გიბიძგებენ იმისკენ რომ თქვა ის რაც არ გინდა რომ თქვა რა რაც იცი და კონკრეტულად ამა თუ იმ ადამიანის შესახებ არა მოკლედ ნანკა კალატოზიშვილი მყავს მხედველობაში რა ესე იგი მე ეს ადამიანი მახსოვს აი ცაკნების დიდი აქცია რო იყო ძალიან დიდი აქცია რო იყო და აი ის რო იყო რა ყველაზე უფრო ეპიცენტრი რო იყო და ყველა გარეთ რო იყო და ყველა რო ესე ვთქვათ უკვე ძალიან ისე რო იყო ხელისუფლება რო აღარ იცოდა რა ეკდა და როგორ მოევლო 100,000 კაციანი პროტესტვისთვის უცბად ამ ახალგაზრდა ბიჭებს იჭერენ აი ზუსტად ის პერიოდია რა და სამართლოში მიყავთ რა და ეს რო გავიგეთ საერთოდ და მიტინგზე კი არა იმ რაც იყო რა იმ საკნების პერიოდში რუსთაველზე გავიგეთ ეს ამბავი ხო ატყდა ერთი ამბავი და ნუ და ძალიან იმოქმედა ყველაზე და უცბად გავიგეთ რომ სააკაშვილი არის ვარჯანიშვილის თეატრში რა შეიძლება გახსოვთ კიდევაც ეს ამბავი და ძალიან ბევრი ხალხი დავადექით რა მარჯანიშვილის თეატრში სააკაშვილს რა ხო და ვერც დაცვა ვეღარ შველის ვეღარაფერს იმდენი ხალხი მივედით და არ ყველანაირი გინება და გამოდი და არ გამოდის რა მოკლედ ეს ტიპი იქა ეთქობა როგორც იყო რა ჩაკუკული იჯდა რა და როგორც გავიგეთ და ესეც იყო იმიტომ რომ გამოვიდა შიგნიდან ინფორმაცია მარჯანიშვილის თეატრიდან რომ ქალბატონ კალატოზიშვილთან ერთად იყო მაშინ ზუსტად იმაში რა ქვია მარჯანიშვილის თეატრში რა და უკნიდან გააპარეს სხვათა შორის რა ვერც გამოვიდა მაშინ წინ ხო და არ ვიცი ესეთი ადამიანებისგან როგორ შეიძლება ეგო რევოლუციური კლარა ცეტკინი რა ალბათ შეიძლება უფრო კლარა ცეტკინი დავარქვა რა პირადად იმიტომ რომ გასაგებია ყველაფერი ხო მაგრამ რაღაცა შენი გავლილი ცხოვრება უნდა დაწონო პატარა ქვეყანაა პატარა ქალაქია და ყველამ რაღაცა იცის ხო რომ ეხა იმენ შენ იმისთვის რა ქვია ეს ბჭყალებში რუსული ხელისუფლების გადაგდებისთვის შინაგანად რო არ იბრძვიდა აბსოლუტურად სხვა ინტერესები რო გამოძრავებს რევოლუციური ინტერესები ამაში ნუ არ ვიცი ყველა ღრმად არის დარწმუნებული რა ხო და არ ვიცი რა პირიქით არ ჯობია რომ აი წარმოიდგინეთ რა ეხა ხო არის რაღაცა რომ აი ადამიანებმა ძალიან ბევრმა ადამიანმა საქართველოში უმრავლესობამ და ყველამ აბსოლუტურად ნახა რაც მოხდა მაშინ აი ამ რევოლუციების პერიოდში და დამხობების პერიოდში საქართველოში ხო ყველამ ძალიან კარგად დავინახეთ ეს ამბავი რა ესენი მაინც გამოდიან და იძახიან რომ აი პატიმრები და არასწორად დაჭერილი და სინდისის პატიმრები და ანუ აღქმებს ქმნიან კიდე გარკვეული თავიანთი ბაბლისთვის რომ ესენი არიან არასამართლიანად დაჭეrilები რა ხო აი ზუსტად ეგ არის აღქმებში ცხოვრება და დანარჩენებსაც ჯერავთ რა ეს თუ არასამართლიანად არიან დაჭეrilები აგერ ერთი წელი გავიდა ხო აგერ არის სტრასბურგის სასამართლო ხო შეიტანეთ სარჩელი და იჩივლეთ რა მაგრამ რამდენი სარჩელი შეიტანე იმდენი უკან დაგიბრუნეს არც კი განიხილეს ეხლა ჩვენ თქვენი აღქმებით ვიცხოვროთ გამაგებინეთ თუ როგორ ვიცხოვროთ გამაგებინეთ შეიტანეთ რა შეგიძლიათ ადვოკატებიც ყავთ ეგრეთ საიაც ყავთ ისა ყავს აი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჭიპი აქვს მოჭრილი მაგაში ხო ეხლა რომ მიუბრუნეს კიდე ერთი სარჩელი იქიდან სასამართლოდან სტრასბურგიდან აგერ არის და ნახოთ რა რას გადაწყვიტავენ ისინი რა არც მიიღებენ მაგ სარჩელს იმიტომ რომ არ არიან ეგენი არც პოლიტპატიმრები არც სინდისის პატიმრები და არც უსამართლო ისინი რა ქვია დაპატიმრებულები რა და თქვენ ბაბლს რატო ატყუებთ გამაგებინეთ რომ აი
კიდე ერთ თეატრს კეტავენ თურმე და და რაღაცა. აგერ არ არის ყველაფერი თქვენ თვალწინ არის იურიდიული ბრძოლა თქვენ შეგიძლიათ. ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია ყავთ. შეიტანეთ რა. და გავიგებთ ყველანი არიან თუ არ არიან ეს ადამიანები სინდისის პატიმრები თუ რაც არიან რა, მოკლედ არ ვიცი რა. ესე როგორ შეიძლება ყოველდღე გამოხვიდე და ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარო რა. არ გინდათ ამის აღიარება, არ გინდათ, იმიტომ რომ ეს რო აღიაროთ, რომ ეს ესე მოხდა, დამთავრდა თქვენი მთელი ისა რა ქვია, ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში სამართლიანი პროტესტი რა. თორე აგერ არის ყველაფერი, არაფერი არ არის დაკეტილი. ტელევიზიები გაქვთ, პოდკასტები გაქვთ, რა ყველაფერი გაქვთ. იურიდიულად გამართულები ხართ, ეგრეთ საიაც ყავთ, არასამთავრობო ორგანიზაციები, გაიშეიტანეთ რა. ამდენ ყვირილს და ცივილკივილს არ ჯობია რომ შეიტანოთ და გაირკვეს რა, მაგრამ არ ცივილკივილი გინდათ თქვენ. ეგ არის თქვენი ამოცანა, რომ იცივლოთ და იკივლოთ რა. და კლარაც ეთკინობა ითამაშოთ რა. არ ვიცი, პატარა ბავშვებთან ხო არა გაქვთ საქმე, არა თქვენ ბაბლთან ხო არა გაქვთ მართლა საქმე, ამ ხელა აუდიტორიის წინაშე გამოდიხარ და ყველამ ყველაფერი იცის. არ ვიცი რა. აგერ არის კიდე ერთხელ გიმეორებთ, სტრასბურგის სასამართლო აგერ არის, ამ სასამართლოსი თუ არ გჯერავთ, აგერ არის იურისტთა ასოციაცია და აგერ არის იურიდიული წაბრძანდით, შეიტანეთ, დაგვიმტკიცეთ, რომ ესენი უდანაშაულოები არიან და გამოუშვით გარეთ. რამდენი ცივილკივილი შეიძლება და ამდენი თეატრს ყარგავ და გვიკავშვებიან და ერთი წელია პროტესტში ვარ. რატო ხართ მერე პროტესტში? რატო გამაგებინე? ითამაშეთ სპექტაკლები რა.